მოგესალმებით. ვიწყებ ჩემ მორიგ Facebook Live-ს. მე ჩემთვის ეს უფრო ადვილი ურთიერთობაა თქვენთან, იმიტომ რომ საშუალებას მაძლევს ზედმეტი შუამავლების გარეშე, ჟურნალისტების კითხვების გარეშე, თუმცა რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც მიყვარს და პატივისცემ, პასუხი გავცე უშუალოდ თქვენ კითხვებს და როცა გამოაცხადე Facebook Live რამდენიმე კითხვა ჩამიგდეს, პირველი ბესანია უნქათამაძე საქართველოს მსოფლიოს სამაგალითო პროტესტი უჩვენა. მინდა ვთქვა, რომ მართლაც დღეს ძალიან ლამაზი, ძალიან ცივი ამინდებია ამ დღეებში თბილისში. ლამის ნახევარმოსახლეობას კორონა ჭირს, მე გადავიტანე ადვილად, მაგრამ ბევრ ადამიანს პრობლემას უქმნის ეს დაავადება და წარმოუდგენლად ძიმე ამინდში იმ პირობებში, როცა ამერიკის სახელმწიფო მდივანს და მნიშვნელოვანი იყო მდივანის ვიზიტზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ერთ წუთს მეგონა ვიდეოს აქვს პრობლემა მდივან ხო ბოდიში მდივანს იყო მეგონი არა აქ თვითონ პრობლემა იყო და ჩემ კომპიუტერში სახელმწიფო მდივანზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული ადამიანების ჟურნალისტების ჩამოსვლა კონკრეტული ჟურნალისტების მიერ ამ ძალიან ლამაზი პროტესტის გაშუქება. და მართლაც ბესო კათაბაძის ვეთანხმები. მეორე ვითხრა ყობახიძე ვიღაცა ლეილა ჯალაღონია წერს, ვითხრა ყობახიძე იმზადებს რაღაცას ვითომ სამართლებრივად პარლამენტს ელოდება, აქაც ხელი მოეცრება, რა და რა მოიმოქმედის ბეწვიც არ ჩამოგვარდია. ესე იგი თქვა ქართულმა ოცნებამ, რომ ისინი ამზადებენ მექანიზმებს ჩემი პოლიტიკიდან განდევნის და პოლიტიკაში არ შეშვების. მეგობრებო, მეტი რაღა უნდა გამდევნო. ქვეყანაში არ მიშვებენ საკუთარში 7 წელიწადზე მეტია. გამოიტანეს რაღაც სრულიად აბსურდული საქმეებით განაჩენი, რომელსაც თელი მსოფლიო დაცილის, იმიტომ რომ ხა განაჩენები გამოხდა, მე დავდივარ ხდები პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, თანამდებობებზე მნიშნავენ, არსად პრობლემა არ მექნება, ნუ რუსეთში არ მიცდია შესვლა და სხვა მხრივ არანაირ პრობლემა, ყველა ქვეყნის ვიზას ვიღებ და ამავდროულად და მე მოგიყვებით ამერიკის ვიზას რო ვიღებდი ჰოლანდიაში ესე იგი იქ ნუ ამსტერდამში მივედი კონსულთან და გამოვიდა კონსულთან მითხრა რომ ამერიკის კანონით უნდა კითხოთ ჩვენ ვალდებული ვართ რომ რომელიმე ქვეყანაში ხوار აღძრულა შენ წინამდე რამის სიხის საბჭოთა საქმე თუ მეუთხარ კი ძალიან ბევრი აღძრული თქო და რა ქვეყნებშიო და მეუთხარი საბჭოთა კავშირში პირველი საქმე ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის მე საქართველოში მე უკრაინაში მე რუსეთის ფედერაციაში კიდე რა ჩამოგითვალოთ ხო ძალიან ბევრი საქმეა ჩემ წინააღმდეგ გახსოვე კაი გაეცინა კონსულს კაი მე მგონი ყველაფერი წესრიგში შეავა და წავიდე და ჩამქრიტყა ვიზა აი ეს არის ესეთი დამოკიდებულება ამ საქმეების მიმართ და იმ რეჟიმების მიმართ როგორც სლავენ საქმეს კი და მათ სასამართლო განაჩენი და ამით ძალის მე პოლიტიკური საქმიანობა მაგრამ ვერაფერი ვერ ამაღებიეს ხელს ჩემი ერისთვის ჩემი ერის თავისუფლებისთვის თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში და ამას ხალი არ გაუვა მეტი რაღა უნდა მოიგონოს ამ უბედურებმა ესე იგი შემდეგ კითხვა ეხლა გავხსებ ხო მე მინდა შემი შეფასება მოგცეთ დღევანდელი შეხვედრებით ამერიკის დელეგაციასთან ჯერ ერთი მნიშვნელოვანი იყო რომ არ იყო დაანონსებული სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან და ბოლო წუთში სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი რომელიც არის ევრაზიის, ევროპის და აზიის დეპარტამენტის, უბრალოდ ევროპის და აზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ესე იგი, ნუ თავარი პიროვნება სახელმწიფო დეპარტამენტში, თავარი მოადგილე, ვინც კურირებს ჩვენ რეგიონს შეხვდა ჯერ არასამთავრობო სექტორს და შემდეგ ქართულ ოპოზიციას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაინახეს, რომ ძალიან მძლავრი პროტესტი იყო შაბათს თბილისში, ძალიან მძლავრი პროტესტი იყო ბათუმში, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ არჩევნები ტოტალურად დარღვევებით ჩატა და არ შეესაბამებოდა არჩევნებისათვის დაწესებულ სტანდარტებს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მათი ინსტიტუტია და რესპუბლიკურ პარტიის, რომელსაც წარმოადგენს უკვე მიმავალი ადმინისტრაცია ბატონი პომპეოსი და ისინი შეხვდნენ ჩვენ ოპოზიციას. ოპოზიცია როცა ელაპარაკა დარღვევებზე, რაც მე ვიცი, მათ არანაირი წინააღმდეგობრივი არგუმენტები არ ჰქონდათ. მათ ისინი ყველა ხვდებიან, რომ ყველა ეს დარღვევა გაყალბება, ყველაფერს ამას ჰქონდა ადგილი. რომ ეს ყველაზე უარესი არჩევნები ბოლო 30 წლის განმავლობაში, ასეთია მათი ინტერპრეტაციაც.
ეხა მეორე შემდეგ ამბობენ, რა ვიცი, იქნებ კი გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც მოილაპარაკოთ რაღაცაზე. 2003 წელს იყო ასეთი ელჩი რიჩარდ მაილსი საქართველოში, რომელიც ატარებდა რეგულარულად მოლაპარაკების რაუნდს თავის რეზიდენციაში ჩემსა და ჯორ ბენაძეს შორის და მუდმივად მეუბნებოდა. დათანხმდით მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ ყარი პირველი ადგილი ქონდა და ბოლოს მეუბნებოდა დათანხმდით მესამე ადგილს. იმიტომ რომ არ გვინდა რომ არეულობა. რაღაცას უნდა შეთანხმდით, იმიტომ რომ ჩვენ ინტერესებში ვართ, თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში და პარლამენტის შიგნით იბრძოლოთ. მე დავთანხმდი. რო არ დავთანხმდი და გავიმარჯვეთ, მე დამირეკა ბუშმა ჩამიხუტა, მომილოცა ყველაფერი, ჩამოვიდა ბუში, კოლინ პაუელი ჩამოვიდა უბრალოდ ჩემი ინაგურაციაზე, იქ 1000-ჯერ მიმიღეს ტრიუმფი და ასე შემდეგ. ასე ხდება, როცა შენ უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვი. ეს არის ჩვენი ქვეყანა. ვერავინ ვერ გვაიძულებს და ვერ მიგვაღებიებს იმას, რაც ჩვენ თავისუფლების თავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვაქვს ახლა დრო დასაკარგი, რომ ვიღაც შევიდეს იქ, დაჯდეს, იცოდვილოს გაყალბებულ პარლამენტში და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს. მე არავის არ ვახო თავჩები. ეხლა ერთი მეორე ასე საკეთებენ, სააკაშვილის ბულიკის სხვერპლია თელი ოპოზიცია. მე ვფიქრობ ოპოზიციაში არიან ღირსეული ლიდერები, რომელიც არავის ბულიკის სხვერპლები არ არიან, მით უმეტეს ივანიშვილის და სააკაშვილის რანაირად უნდა გახდეს. მე არც ხელისუფლება მაქვს, არც ადგილზე ვარ, არც არავის არ ვაბულინგებ მით უმეტეს, მხოლოდ ხარს უჭერ. ყველა ოპოზიციურ ლიდერის გადაწყვეტილებაზე დღესაც შეხვედრაზე. ყველა ოპოზიციურ ლიდერი დადგა ძალიან მყარად. თელი მათი ლაპარაკი რომ ვიღაცებს ველაპარაკებთ, ვიღაც შევლებ, ვიღაცა შეიძლება 1-2-3 ადამიანს შეიძლება twin-ში უტრიალებთ ეს ლიდერებს შორის არ არის ვიღაცა ახლა სიაში უამრავ სიაში სხვადასხვა სიებში სხვადასხვა ხალხი არის, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ რომ უკრაინაში როცა იყო მაიდანი მერკელის დიდი ზეწოლის შედეგად და შტაინმაიერის ოპოზიცია მაშინდელმა იაცენიუკმა კლიჩკომ და წიეგნიბოკმა ამ სამმა კაცმა მოაწერა ხელი ხელშეკრულების ეს იყო ოპოზიციის სამი ლიდერი იანუკოვიჩთან რომ იანუკოვიჩი რჩებოდა კიდე ერთი წელი უკრაინის პრეზიდენტად. და ნუ რა ეკრათ ახლა ევროპა აწვებოდა იმათ უნდათ მოლაპარაკეები რჩება პრეზიდენტად და მე რაღაცაზე შეთანხმდით, შედით პარლამენტში და იქ მოლაპარაკეთ. და ესეთი მიწოლა იყო ძალიან უხეში. მე ეს ხალხი გამოვიდა მაიდანზე ხალხთან. და იქ იყო ჩემი ესეთი მეგობარი ვალოდია პარასუკი. არავინ არ იცნობდა იმ დღემდე საერთოდ უკრაინაში. როცა გამოვიდა და ლუი გამოუცხადეს ხალხს, რა ვქნათ ხალხო ესე მოგვაწვე და მოველაპარაკეთ, ხო და კიდე ერთი წელი დარჩება უზურპატორი, გამხალბებელი, მოძალადე და ამ შემდეგ. გამოვიდა ეს ვალოდია პარასუკი, ლვოვის გარებაში ცხოვრობს, მასტიცკაიაში ცხოვრობს, პატარა ქალაქია უკრაინის დასავლეთში და თქვა საერთოდ არ მაინტერესებს ყველაზე მოელაპარაკეთ. მე აქ რისთვის გევარ. ამდენი კვირა რისთვის ვიყიდებით ჩვენ, რისთვის ვიბრძვით, რისთვის ვასყდებით, რისთვის ვაკლავთ თავს. მე ვალოდია პარასუკი გეუბნებით, რომ თქვენ მოლაპარაკება ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. წავედი და ეხლავე მოვაშორებ იანუკოვიჩს და ზუსტად 6 საათში იანუკოვიჩმა გაქოსლა კიევიდან. ხალხი არის ბრძენი და ხალხი იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ძალიან ხშირად მაიდანზე იდგა ბევრად ნაკლები ხალხი, ვიდრე ახლა დგას თბილისში, ფოთში, ქუთაისში და ბათუმში. ძალიან ხშირად ვარდების რევოლუციის დროს უმეტეს დროს იდგა ნაკლები ხალხი. მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ეს ხალხი მოდიოდა, გადამწყვეტ მომენტებში ეს ხალხი იყო ძალიან ძოლისუნარიანი, გადამწყვეტ მომენტში ეს ხალხი წერდა წინადადებას. და ის რო ახლა ისინი მხოლოდ პოლიციის იმედზე არიან, გუშინ ვიღაც კისერგასიებულ პოლიციას დააწერეს ჩემზე პასუხი, რომ არა მე ვთქვი რომ დოქსოპოლო შედედა ყავს, მე დედაც ყავს, ვამაყობ კიდევაც რასაც ვაკეთებო და მათ საიტებზე უნდა ნახოთ ხალხის პასუხები. ხალხმა დედა უტირა უბრალოდ, იმდენი თქვენი ადინა. მართალია ჩვენი გასაკეთება ჩვენ უნდა გავაკეთოთ ზურაბაჩა, დიახ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ კიდევაც. ესენი ნები წამსულები არ არიან. რა თქმა უნდა, ნები წამსულები არ არიან. ესენი ნები წამსულები არ არიან შემდეგი 30 წელი. თავის შვილი უტასთვის უნდა და უჭასთვის და ბერასთვის ხელისუფლება. ამ უდღეურ ავანტყოფს. მაგრამ ჩვენ ვართ ამაყი ქართველი ერი. ბრძოლა გამარჯვებამდე, დიახ, ბრძოლა გამარჯვებამდე. ადგილზე რომ არ ხარ მიშა, იმიტომ არის ამდენი ხანი ოცნება. იცით რა, ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერია ადგილზე. კიდევ ერთხელ მეორებ, არც ერთ თანამდებობა არ მიზიდავს და არც ერთი კაბინეტი. ნუ რა თქმა უნდა, გიჟივით მინდა ჩემ ქვეყანაში ჩამოსვლა და ყოფნა. მაგრამ
თანამდებობა ნამდვილად არ მითხრა. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გაიზარდა, გამრავლდა და ჩვენ გვჭირდება ახლა ფართო ბაზის მქონე კოალიციური მთავრობა. სხვათა შორის, გუშინ თემურჭყონიას უყურე, მე იშვიათ მინახავს, რომ თემურჭყონია საერთოდ მინახავს, რომ ტელევიზორში ესეთ აზრებს გამოთქვამდეს. პირდაპირ თქვა, კოალიციური მთავრობა და სასამართლო რეფორმა. ნახეთ, კახა-უქრიაშვილი როგორ სერიოზული ხალხი, მათ შორის ბიზნესში ამ საქმეში ბოლომდე ჩართული. ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადიას როგორ იბრძვის. ემიგრანტებს რა გოშილება ბატონო პრეზიდენტო, იმ დღეს ქალბატონ ინდირა პრუდესთან მქონდა მიმოწერა ათენში. ძალიან კარგი ქალბატონთან და კეთილშობილთან. ჩვენ ყველა ეს ხალხი უნდა დავუბრუნოთ საქართველოში. მეორე ჩემ მეგობართან მქონდა მიმოწერა ასევე საბერძნეთში. 3 შვილი, 3 სტუდენტი უდგას მუდმივად პროტესტებს. და მომწერა რომ აი მართლა ჩემი შვილებს მე ვეუბნები რომ წადით იყავითო. მე კიდე მინდა ჩემს სახში დაბრუნებაო და ოცნება ეხა თავაზობს ფულს რომ კომისიებში დაჯექითო სტუდენტებს. მეტი საქმე არ აქვს, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება რომ აკეთებენ ამ კომედიას რომ თითქოს კომისიებში ვიღაც დამკვირვებლები და აშენებ და ფულზე რომ სტუდენტ არაფერი არ უშველეთ ეს. ძალიან რაც ბატონ მიშა ამ გიჟი თავისუფალი ამახიჯეს რაც პირზე აკერეთ იმას აკეთებ მარტო გიჟი თავისუფალია თავის საგიჟეთში გიჟს არაფერი არ ესაკმო ხელისუფლებაში მათ სიგიჟეს აქვს კონკრეტული შედეგები იმაზე რომ ჩვენ ლარი უახლოეს 2-3 თვეში ავა 5 ლარი იქნება $1 კოვიდზე რაც ხდება თქვენ თვითონ ხედავთ და პირდაპირ ამან დანაშაულებს სოფლიოს რეკორდსმენები ვართ ახლა კოვიდით სიკვდილიანობის და დაავადების კუთხით სოფლიოს რეკორდსმენები ვართ ხალხო აი ამათი ლაყმობის ტრაბახის და იმით რომ 10 მილიარდი მოიპარეს და არ დახარჯეს ექიმების მომზადებას, კლინიკების გამზადებაზე, რემდესივირი რატო არ არის საქართველოში? ამ ყველაფერზე ამათი პირდაპირ პასუხისგებლოა ამ დონის მასშტაბის გავრცელება ამ დაავადების. უკრაინაზე 3-ჯერ მეტია ეხა ერთ სულ მოსახლეობის დაავადება. უკრაინაში ძიმეთ არის საქმე. ივანიშვილი არის მეორე პუტინი. არაფერი მეორე პუტინი არ არის, ივანიშვილი არის ერთი ჩარჩი რომელიც თავაზობს აქამდე სარგებლობა ჩვენი გათიშლობით იმით რომ ერთმანეთს გვაჭრებები და ეხა ეს გათიშლობა დასრულდა ხალხი არის ერთიანი ოპოზიცია არის ერთიანი დღას ყალპოზიციაზე ყველას ესმის თუ ეხლა მკაცრად არ ვდგავართ ჩემი ქვეყნის გარეშე აი მართლა აღტაცებული ვარ ყველა ოპოზიციური ლიდერის ერთიანობით საერთოდ მართლა მე ვარ მათი უცროეს თანაშემწე ყველა მათ საქმეში ოღონდ რამეს საქმე ძოლა გამარჯვებამდე წერს ძოლა გამარჯვებამდე სულ რეკავ დიახ ძოლა გამარჯვებამდე ხვალ მეორე ტურის არჩევანზე ხვალ არის 21-ში არის და რა თქმა უნდა არანაირი მეორე ტური არ არსებობს და უკვე მასობრივად თქვენს კანდიდატებმა რომ არც არ წავლენ ხა ეს არჩევნები დიდი ხანი აღარ არის ოპოზიცია რაც უყურებ ისე იქცევა თითქოს რაღაცა თქვენ ჩემთან დაკავშირებით მოდით ხალხო ჩემთან დაკავშირებით ეს თემა გადავდოთ მე ასე ხარისხოვანი მე ვარ ერთი ქართველი თქვენგანი რომელიც ზათ არის საკუთარ ქვეყანას შეჭროს თავი თქვენის კომპლიმენტების რო არა გვაქვს კითხვები დამისვით მოქმედება საჭირო და ხალხმა ძალიან ბევრი მოქმედებს აი ლევან ვარშალომიძე და ბათუმში არის ნამდვილი საერთო სახალხო აჯანყება თქვენ გუშინ უყურეთ გოგოებმა როგორ გააგდებიეს ბიჭები ხელიდან პოლიციას ზუსტად ისე როგორც ბელარუსში ზუსტად ისე და ბელარუსში ნახეთ როგორ დაკვირდებით რამდენიმე თვე არ ჩერდება პროტესტები გუშინ ლუკაშენკომ გამოაცხადა 80% თავისუფლება მოსილების გადაცემს პარლამენტს და სხვა ხალხს და გუშინ გამოაცხადა რომ რუსეთში მიდივარ პანიკაშია უკვე ზუსტად ასლანის პერიოდს მაგონებს. რატო? იმიტომ რომ ხალხი არ ჩერდება. ძალიან სისტემურად მიყვებიან ბელარუსიდან. ხა ბელარუსიაში რეპრესიებია ესეთი ივანიშვილს არ დაესიზმრება, ხო? მაგრამ აი მაგარი ხალხი რას ნიშნავს? და ახალგაზრდობა და ზუსტად ესევე ბელარუსი ახალგაზრდობა როგორც წინააღმდეგობას ებას იგივე ნახე ბათუმში. ლევან ვარშალომიძე რა თქვა იცი? ლევან ვარშალომიძე არის აჭარის არის უკრაინის მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, არის სრულად უკრაინის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ეს არის ერთობლივი პოსტი პრეზიდენტის და კაბინეტ მინისტრთა კაბინეტში შექმნილი. ყავს მრავალი ასეული თანამშრომელი, აქვს ორი დიდი კაბინეტი კაბმინში, მინისტრთა კაბინეტში და უკრაინის პრეზიდენტის თავზე, ზუსტად დაახლოებით ჩემ კაბინეტს გვერდა და გუშინზე გამოაცხადა, მე არც არ მიდივარ უკან, მე ვჩები ბოლომდე ჩემ ხალხთან და ვიბრძოლებ გამარჯვებამ. დიახ, ჩვენთვის გამარჯვებამდე. უცხოეთში კაბინეტები არაფერი ალტერნატივა არ არის, როცა საკუთარი ქვეყანა არ აქვს. და უნიკალურ სიტუაციაში ვართ, რომ ჩვენ გვნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნებში. უნიკალურ სიტუაციაში ვართ, რომ მართლა ეხა ჩვენი ემიგრაცია რო იყო, ნოე ჟორდანია საცუდავი კაპიკს რო ითვლიდნენ და ლევილში რა ვიცი, საცუდავი იყო შეკეთებული, პრობლემა ესეთი ჩვენ არ აქვს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ზუსტად ისეთივე პრობლემა, როგორც მათ გვაქვს, სამშობლოს გარეშე დარჩა.
და სამშობლოს გარეშე ჩვენ დარჩენა ნამდვილად არ გვინდა, ამიტომ ეხლა არის ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის გენერალური ბრძოლა. თუ 5 ლარი იქნება ერთი ისა ესე იქნება ზუსტად ძალიან მალე, იმიტომ რომ საიდან უნდა მოიტანოს რესურსი ამ მთავრობამ. შიდავალი გაზარდებს უკვე 60%-მდე, მოლდოვაში სადაც ახალ მოიგო ჩემი მეგობრებმა მაინც ამ მხოლოდ 26%-ია, ჩვენ დროს იყო დაახლოებით ამდენივე. ტურიზმი ჩამოიშალა ბოლომდე, მათ შორის ამათ იდიოტიზმების გამო, არა მხოლოდ კოვიდის გამო, სხვა შემოსავლის წყაროები საქართველოს არ აქვს, იმიტომ ლაზიკის პორტი ამათ რო შეაჩერეს, ყველაფერი ამათ გააჩერეს. ბიტკოინების ქარხნით გაყვავებული ეკონომიკა არ გაიშოს. ბატონო მიხეილ, თქვენი მომავლის გეგმები რა არის? ჩემი მომავლის გეგმები არის ბოლომდე ბრძოლა. ბრძოლის ყველანაირი მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან აქტიური, ძალიან ბრძოლისუნარიანი მეთოდით. არც ერთი გრამი ხელის ჩამოშება. ბევრი სურპრიზი შეხვდება ყველასგან ამ მთავრობას. ეგრეთ წოდებული მთავრობას. ულკანონო არალეგიტიმურ დიქტატორულ მთავრობას. ქართველები ძლიერი ერი ვართ, მარი ჩაგალიძე. დიახ, ძლიერი ერი ვართ და ნამდვილად არა ვართ ნაკლები ერი, ვიდრე ბელარუსები, ყირგიზები, უკრაინელები. ამ სიცივეში ხალხის გამოყოლა ძნელია. მეგობრებო, ბელარუსში ბევრად უფრო მეტად ცივა. სულ ქუჩაში კი არ უნდა ვიყოთ. ზოგჯერ გამოვალთ, შევალთ. ხა ზოგიერთ სულ იქნება ბათუმში სულ არის მაგათ აქციები, ახალი კაროები იშლება, ქუთაისში სულ არის აქციები, თბილისშიც რაღაც ადგილებში სულ არის აქციები, მაგრამ ზოგი დროებით გამონახავ საათზე, 15 წუთი მე ახლა რეკავს ადამიანი 112-ში რეკავდი თეთრე ვერ გავედი, ვერ გახვალთ. იმიტომ რომ ყველაფერი ეს გახდა ერთი კაცის კანტორა. თავისი კბილის ექიმი დანიშნა ჯანდაცვის მინისტრად, თავისი პირადი დაცვა დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. იმას თავისი ჯანმრთელობის და თავისი უსაფრთხოების გარდა არაფერი აღარ აინტერესებს. ხალხისთვის აღარ არის არც ერთი ეს ინსტიტუტი. რამდენი ხანში დავამთავრეთ ამ მსგავსს როგორ ფიქრობ? ძალიან ტკიბზე არიან გამოკიდებული ახლა მართლა. თუ ჩვენ შევინარჩუნოთ ოპოზიციის ერთიანობა და ვინარჩუნოთ და ძალიან მაგარია პარლამენტში არ შესვლის, თუ ჩვენ გავაქტიურებთ და გავშლით ამ ფრონტს, იმის ფონზე რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ძალიან მოკლე ისტორია. მაგონებს ასლანაბაშიძის ბოლო კვირეებს. ბოლო თუ ნახევარს. ძალიან მაგონებს. და ეს აღარ თქვათ რომ ივანიშვილი თვითონ ძალიან გავს ასლას და ასლას ბევრად მეტი სპეციალიზმები ყავდა. ბევრად უფრო თავზე ხელმძღვანელი და რუსული ბაზა ედგა პირდაპირ იქ ტანკებით. და რა დააკლო ხალხში, როცა ხალხმა დაიჯერა რომ ბოლო წერტილი იყო და უკვე უნდა გამოსულიყო. რა მესიჯია პომპეოს მოადგილის დატოვება, ის მესიჯი იყო რომ ამერიკის მთავრობა განიხილავს ოპოზიციას ძალიან სერიოზულ მოთამაშედ და მიუხედავად რომ არ იყო გათვალისწინებული შეხვედრა, სხვა ქვეყნებში არ ხდება ხოლმე როგორც წესი, თანაბრად შეხვდა, ყველაფერი მოისმინა და პრაქტიკულად დაეთანხმა იმაში, რაც არის ფაქტები. იმედი უფლებას არ გაგვიქვთ იმას და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. ჩემთვის სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება და ნამდვილი დემოკრატია საქართველოში არის ცხოვრების პრინციპის საკითხი ახლა. აღარასოდეს ქართველი ერი არ უნდა იყოს ქუჩაში სამართლის მოთხოვნით უსამართლობის წინააღმდეგ და გაყალბებული არჩევნებში. უნდა იყოს ელექტრონული არჩევნები და უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. და უნდა იყოს ფართოდ წარმოდგენილი მთავრობა. რა ეშველება ჩვენ ქართულ ოჯახებს ცივ ზამთარში და შემდეგ. ახლა თუ გავჩერდით სამუდამო დარჩები. სამუდამოდ ვერ დარჩემია, მაგრამ ერთი მრავალი წელი კიდე დარჩემია. არ შეიძლება გაჩერება. ონკოლოგიის დაავადების მიხედება. დიახ, თუ მიხედება პრობლემა, ისე რომ ახლა ონკოლოგია და ყველა სხვა დაავადები დაავადებაზე აღარავინ აღარ უყურებს, იმიტომ რომ მთელი სისტემა ჩამოიშალა, ხო? ქრონიკული დაავადებები აქვს, დიაბეტი აქვს ხალხს, ონკოლოგია აქვს, ოპერაციები ჭირდება, ქრონიკული სხვა დაავადებები აქვს. ყველაფერი გააჩერეს. თავისთვის ყველაფერი აქვს. 9 წელი თურქეთში მუშაობ 75 წლის ქალი, ეს არის ტრაგედია. ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის. ავტოიმპორტი თუ განახდება იაპონიიდან არის თქვენ გეგმებში. ჩვენ გეგმებში მე მაქვს ძალიან დიდი გეგმები საქართველოს, მაგრამ რაც უნდა განახორციელოს ახალმა ფართო კოალიციურმა მთავრობამ, ჩემი რჩევები ყოველთვის მათსას განკარგულებაში იქნება და ამის გარდა მე ვაპირებ ძალიან ბევრი ინვესტორი შემოვიყვანო მთელი მსოფლიოდან და დავეხმარო საქართველოს ასე.
სად კითხულობ შეკითხვებს? დაჯი. სად კითხულობ და აკითხულობ და დამიშვით. თქვენი აზრით რა შეიძლება მოხდეს ჩემ ჩასვლის შემთხვევაში? მე ყოველთვის ვიყავი და ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ აი ხა სააკაშვილი ჩამოვიდა და ამის გამო არჩევნები აგვერია, აი ხა სააკაშვილი ჩამოვიდა და მოგებული გქონდა და წავაგეთ, აი ხა სააკაშვილი ხალხი თუ ერთად გადაწყვეტს, ეს პრობლემა საერთოდ არ არის. თუ ყველა ოპოზიციური ლიდერი შეთანხმდება გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ ეს არის მათი ინსტრუმენტი, ამის პრობლემა არ არის. ამას ბევრჯერ ვიმეორებ. მე გიჟევით მენატრება ჩემ ქვეყანა, მაგრამ საქმე არ უნდა დავაზარავოთ. საქმეს უნდა შეუწყოთ ხელი, ყველაფერად ერთიანობას მოემსახურება, არ მიცემ ჩვენ მოწინააღმდეგეს ჩვენი გაცვლის საშუალებას, მე ამას გავაკეთებ. ჩემ პიროვნებას არ მოვარგებ არაფერს. როგორ დაამეორეს ხალხი ამ საზეგა ბევრს ეშინია, არაფერ ბევრს არ ეშინია, ბელარუსში ყველა ლიდერი დაჭერია, ხალხი თავად ახდენს ვიხთ. კი, ბელარუსში დაჭერილია პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან არის გაყრილი. მაგრამ ხალხი არიხევს უკან და ლუკაშენკოს დღეები კვირეები ძალიან მძიმედ აქვს. მძიმე სიტუაციაში. პარლამენტის მარტო თუ დარჩება, რა მოხდება? დედა არ ეყოლებათ. და ამის პარალელურად ხო სხვა პროცესებიც ვითარდება. ეს პროცესები ბოლომდე მოთხრის და ყოფას უტირებს და საქართველოს გააგრძელებს საკავშირო საქართველოში იქნება ახალი არჩევნები, ფართო ბაზის მქონე კოალიციური მთავრობა, რომელიც იმუშავებს ქართულ ხალხს და არასოდეს არავის აზრად არ მიუღვა ხალხის წინააღმდეგ როდესმე წასვლას. მეტა დავით გარეჯი, რა დავით გარეჯი? მეტა ჯერ ერთი სახელი გვარი დაწერეთ და დავით გარეჯი, რა დავით გარეჯი, ამათ ჩააბარეს და იქ ვეღარ შედის საქართველოს. რა დავით გარეჯი, ეს ორი პატიოსანი ადამიანი როა. ჩემ დროს დავით გარეჯი ყველა ქართველი შედიოდა უდაურყურებლად და ერთი-ორჯერ რო შემოხეს პრობლემები მოხსენე ზუსტად 5 წუთში. და ვიყავით ძალიან ახლოს იმასთან, რომ დაგვეკანონებია ბოლომდე როგორც საქართველოს ნაწილი. და ამ უთხეურება ჩაშალეს უკვე მაშინ ყველაფერი. ბიუჯეტიდან ფული გამოიტანეს და მოსახლეობაში უზომოდ არიგებენ მეორე დღეს ტურით გაძვირდა და რაღაცა, რა ფული გამოიტანეს ისეთი, რომ გაყიდოთ ქვეყნის მომავალი. კი, ვიცი, ერთ ოჯახში ჩემ ნაცვლში მივიდნენ 500 ლარი მიუმატარეს და უთხრეს, რომ თუ თქვენ უნდა მოვიგებთ, კიდე 500 ლარს მოგიტანთ მეორე დღეს, რომ სხვა შეს არ მიუტანეს გადააგდეს, მაგრამ 500 ლარი რამდენ ხანს გეყოფათ? ქვეყნის გარეშე რო რჩებით. 500 ლარი ბილეთზე არ გეყოფათ, რო ჩახვიდეთ რომელიმე სხვა ქვეყანაში. სამუდამოდ. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, რაშიც ვარ დარწმუნებული, აქვს თუ არა უფლებას რუსულ ოცნებას პარლამენტს მოიპოვოს. არა აქვს, კონსტიტუციურად არა აქვს, მე ვნახე კონსტიტუციურ არ არის ყურადღებით, მაგრამ ყველაფერს შეეცდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს იქნება სრულიად არალეგიტიმური. და თუ კიდევ ერთხელ მაგრამ ვინმე მაინც წაუწდება ხელი და შევა, თავს დაიმარხავს. ეს უკვე ხალხს და ხელისუფლებას შორის არის. ეს ის კი არ არის, რომ ოპოზიციაში შეთანხმება ხალხს და ხელისუფლებას შორის არის. ყველაფერი ძვირდება, რა ისმის ანაკლიეს როც განახდება სამუშაო, როგორც იქნება ახალი ხელისუფლება გამარტება. ასეთ კითხვა უგულავენ კვესტას გაზრდაში გაზაფხულზე ან გაზაფხულამდე ქვეყანა აღარ იქნება. ეს არის მართალია. ტურიზე რას ფიქრობთ ბატონო მიხეილ, რა შეიძლება რომ მოხდეს? უკვე არის ახალი ვაქცინა. ამათ პირობებში ეს ვაქცინა საქართველოში არ შემოვა ზაფხულამდე, და ამიტომ ეს დროზე გავყაროთ, როგორც კი შეიცვლებიან, ზუსტად 2 კვირაში მე გაძლევთ გარანტიას, რომ საქართველოში დაიწყება ვაქცინაცია. ესე იგი საქართველო გახდება უსაფრთხო ტერიტორია, ტურიზმი ბოლომდე ამოიქოქება ისევ გაზაფხულზე. არა როგორ მომენატრე, რომ თქვი გიჟით მონატრება, მეც ეგრე ვარ. მე ვიცი რას ნიშნავს სამშობლოს გიჟით მონატრება. რას ნიშნავს ეს კივილი, როცა ქვეყნის გარეთ ხარ. მიშას გარეშე არაფერი არ გამოვასოს ლოზუნგია, რატო თქვით? მე მივაჩნია, რომ ეს არის შემოგდებული, იმიტომ რომ მიშას გარეშე არაფერი არ გამოვა, ის ისე რომ მან თავარი სიტყვა არაფერი არ გამოვა. ამას ამოს ბევრი პატივცემული კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მე მათ ვეკამათე. მეგობრებო, თბილისის ქუჩებში დადიხართ და ატარებთ ლოზუნგს მიშას გარეშე არ გამოვა. მესმის რასაც გულისხმობთ, მაგრამ ეს იმათ აწყობს. და მაშინ ყველაფერს აკეთებენ, რომ მე მან ვერ ჩამოვიდა. ხან სახელმწიფო სივრცეს კეტავენ, განაჩენებს მიმატებენ, ხან სპეცრაზმერის მობილიზაციას ახდენენ. რომ ეგრევე საიდან როგორ გამოჩა 5 წუთში ამწიონ ჰაერში და მე საერთოდ ვერ დაგელაპარაკებით ესე. ეს გაწყობთ თქვენ? ამიტომ უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ
ეს წაეხმაროს საერთო საქმეს. და სხვა ჯერს მე ვეკამათე სწორედ ინდირა ფრუიძეს, მაშინ თქვი ალბათ საპრეზიდენტო უმაგრესი ქალია. უბრალოდ ვუთხარ რომ კაპიტო ინდირა, სალამი არ ჩამოვიდა ეს კარგი სრულია, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა, ის ნიშნავს რომ არაფერი არ გამოვა. ეხა ეგ როგორ გამოდის? ეს იმათ აწყობთ. ჩვენ გვაწყობს რომ ყველა ერთად დავირაზმოთ და ყველა იყოს წინახაზე ლიდერი. ძალიან მაგარი ლიდერები არიან ადგილზე. ნიკამელია უმაგრესი, გიგი უგლავა ძალიან მაგრა უჭირავს თავი და აშენებ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. დღეს სხვა ჩვენ ზურა ჯაფარი ძალიან მომეწონა იქნა გამოვიდა ძალიან მაგარი, ისა ძალიან მაგრა იქნა გრიგოლ ვაშაძე შემოლაპარაკების დროს ახლა ამერიკელებთან. ლელო ძალიან მაგრად დგას. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. გოგიტა ვაშაძეს კომენტარი მომეწონა დღეს. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერია. ეს არის და ეს. ეს ევროპარლამენტარი ხარ რომელიც მოუწოდეს პარლამენტში შედი პარლამენტში ეგ ზოგი ისე იტყვის ზოგი ასე. კაი რა. ევროპელის ინსტინქტი არის რომ მარჯვენა ლოყას მოგმოგარტყვა მარცხენა შეუშვება. ბევრი ევროპელის. ბევრი არის რომ ბრძოლის უნარიანია. ეხა ჩამოსულიყო და ყოფილიყო ამარჩენეზე. ჩამოვიდა და გაცხადება გააკეთა მარტო რუსეთის ცნობილ აგენტმა ის კოქსიროა ჰოლანდიელი, რომელიც ყველა მისის ვიცა 70 უკრაინელი დეპუტატი, რომელიც მოფრინავდა. ბოლო წუთში არ შემოუშვეს. ევროპარლამენტმა არ გამოუშვა ხალხი დამკვირვებლად, იმიტომ რომ კოვიდიაო. ეხა ჩამოსულიყო და მაშინ ამას აღარ იტყოდა და ეხა ხო ყველამ გაიგო რაც მოხდა. საერთაშორისო რესპუბლიკა ინსტიტუტმა ყველას ხომ გააკეთა განცხადება. ოპოზიცია გაიმარჯვა 52% აიღო, მიუხედავად ამისა, ხმები გადაწყვეტა შემდეგნაირად. ნაციონალურ მოძრაობამ აიღო მინიმუმ 35-36%, ყველა ოპოზიციის ჯგუფს მოპარეს მინიმუმ 2-3%, ოპოზიციამ აიღო მინიმუმ 60%. მინიმუმ. ამათ ესენი არ მოელოდნენ რომ ასე წაასხავდნენ. ივანიშვილმა რომ გახსნა განსაკუთრებით თბილისში უბნებიდან პანიკაში ჩავარდა, ხელით გადაწერა საოცრებები ჩაიდინა. საოცრებები. მანიპულაციები შევანაძო ძალიან დიდი ხდებოდა. არ გამოურიცხავ რომ ცალკე აღებულ რომელიმე რაიონში ჩემ დროსაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად და მე თვითონ დევნიდი ამას, ხა ბოზოვს გადავეც ხელისუფლებამ შვიდობიანად ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აქ თბილისში, მაგრამ თბილისში გაყალბება შევანაძე არასდროს არ მოსული აზრად. არ მოსული აზრად და მე მინდა შეგახსენოთ რომ 2008-ში იანვარში მაშინ რაც გადავდექი მე თბილისში წავაგე არჩევნები ძალიან სერიოზულად გრეჩიხასთან შეგვიძლია გაყალბება თეორიულად ვიღაც შეელო სადეთ რა თქმა უნდა არ შეიძლება გაყალბება მაგრამ თბილისში არავის არც გაუბედია შევარნაძის დროსაც და ამათაც არ გაუბედია აქამდე თბილისში ასეთი მასშტაბური გაყალბება წარმოუდგენელი რაღაცა არის ისე როგორც თელ საქართველოში ყველაფერს რას გააკეთებს, რას გააკეთებს მოგების შემთხვევაში. ყველამ უნდა ვიმუშაოთ ორ რაღაცას, სასამართლო რეფორმაზე, ესე იგი სამართლიანობის დაბრუნების ხალხისთვის და ელექტრონულ არჩევნებზე. მართალია გვეყო დესტაბილიზაცია თავი პოლიტიკურ პროცესს, მეგობრებო. დესტაბილიზაცია უკვე მოხდარია. ქვეყანას დედა არ აყავს და ვიძახოთ ეხლა შევარნაძე ეგრე გვეძახოთ და სტაბილურობა რა სტაბილურობა გაქვს და აი ეს არის დესტაბილიზებული ხარ ბოლომდე დედა გვიტირა კოვიდმა ლარი თავისუფალ ვარნაშია დანაშაული პიგზია ასული ეგერ ნიკამელიას ოფისი დაწვეს ქურდება პირდაპირ თელმა ცნობილმა ქურდება კალაძის მეთაურები და ძმაკაცებმა მეტი დესტაბილიზაცია რაღა გინდათ და ეხლა სახში დაედიათ რომ დესტაბილიზაცია არის ეს არის მათი ლოზუნგი შევარნაძის ლოზუნგი იყო სტაბილურობა არის სასაფლაოზე როცა და უკვე ყველას მიგვერეკებიან სასაფლაოზე ჩვენ გვინდა განვითარება სწრაფად წინსვლა და მაშინ სტაბილური სწრაფი განვითარება სტაბილური წესრიგი სტაბილური დემოკრატია აი ეს იქნება სტაბილურობა ეხლა არის დესტაბილიზაცია სრული რატომ მოითხოვს ოპოზიციამ მხოლოდ ჟვანიას დაჟდას ჟვანია პირველ რიგში უნდა მოშორდეს იქიდან და რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს მე ეჭვარ მეპარება თუმცა ჩემთვის ეს არის მეათე ხელისუფლების საკითხია თავარია ხალხს დაუბრუნონ თავისი არჩევნები ქართულ ოცნებას 12% არ აქვს ეს მართალია ლალი მაგრამ პლუს ემატება ადმინისტრაციული რესურსი ვისაც ავალდებულებენ ძალით აკდებიან ესა ვინც მოსყიდვი ვინც წინასწარ ფული აიღო ეს ყველაფერი ერთად სადღაც 36-37%-ზე ავიდა მაგრამ რეალურად არა აქვს ხო ნახეთ თბილისი წააგეს სათელი ადმინისტრაციული რესურსი აქვს
მაქსიმუმ აიღეს 28-29% თბილისში. დედა არ აყავთ უბრალოდ. ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, რომ შევამჩნიოთ. გვაქვს აფხაზეთის სამაჩვეუბრალო შანსი და დავბრუნებებს ოდესღაც, რა თქმა უნდა, თუ დავიბრუნებთ დანარჩენ საქართველოს. ჩვენ ახლა კარგავთ მთლიანად საქართველოს როგორც ქვეყანას. ბოლო ერთ-ორ კითხვას შევხედოთ. მიშა ჩამოდი მოგვენატრე, მე ძალიან მომენატრეთ. ლარის ჯურსის დაჭერა, ახლა ლარის კურსის დაჭერა, ლარის კურსი მე როცა გავხდი პრეზიდენტი იყო 1.70, მე ჩამოვიყვანე 1.65-ზე, ომის შემდეგ მათ შორისაც, ეხლა ჩავარდება 5-ზე. მოკლედ მეგობრებო. ბრძოლა გამარჯვებამდე, საქართველოს სრულ განთავისუფლებამდე. ყველაფერი მიდის სწორი მიმართულებით. თავარია ხელების არ ჩამოშოვა, თავარია მერთიანობის შენარჩუნება, თავარია ბაზის გაფართოება, თავარია მაგრად დადგომა უახლოეს დღეებში, კვირეებში. აბა თქვენიცით.